ზღვაში დაკარგული ორი ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურის მშობლების ეს კადრები წამლეკავ ემოციას იწვევს, რომელიც ალბათ ძალიან დიდხანს გაგვყვება. თავდაცვის მინისტრმა ზღვაში დაკარგულების ძებნა შეწყვიტა. მშობლები ამ წუთამდე ზღვის ნაპირზე დგანან და ელოდებიან, რომ ვინმე დაეხმარება მათ საკუთარი შვილების ცხედრების პოვნაში. ახალი თავდაცვის მინისტრის პირველი მძიმე ეტაპი. როგორ ავარჯიშებენ სპეცრაზმელებს, თუ არ გვაქვს მათი უსაფრთხოებისთვის დაცული ყველა ზომა და თუ იმის საშუალებაც არ გვაქვს, რომ დამხრჩვალი ადამიანების ცხედრები ვიპოვოთ. დაღუპულების ოჯახები ლევან იზორიასგან მოითხოვენ არ შეწყდეს ძებნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციების დაწყებას აპირებენ. თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას დღის ამბებს, ორზე მოგესალმებით. იაგო შარაძის დედა ელინე შარაძე უვადო შიმშილობას იწყებს, სანამ შვილის ცხედარს არ ჩააბარებენ. იმ შემთხვევაში კი თუ ყურადღებას არ მიაქცევენ, ამბობს, რომ თავს მოიკლავს. დაკარგული ჯარისკაცების ოჯახები ძებნის ოპერაციის შეწყვეტას აპროტესტებენ და შიმშილობის დაწყებას აპირებენ. 11 დღიანი ძებნის შემდეგ შავ ზღვაში წვნის დროს დაკარგული საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ორი სამხედრო მოსამსახურის კაპრალ იაგო შარაძის და პირველი კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის ძებნის ოპერაცია, რომელშიც თურქეთის მხარეც იყო ჩართული, შეჩერდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამძებრო ოპერაციაში ჩართულმა თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წვნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. თურქული მხარის განმარტებით ძებნის ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე შედეგს ვეღარ გამოიღებს, რადგან მათი მხრიდან ყველანაირი რესურსი იქნა გამოყენებული იმ რთული გარემო პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მათ უწევდათ მუშაობა. 650 ტონიანი თურქული ხომალდი, 41 კაციანი ეკიპაჟი და ბოლოთაობის სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით ძებნა გადარჩენის ოპერაციაში 20 აგვისტოს თურქულ მხარესთან თავდაცვის მინისტრის მოლაპარაკების შემდეგ ჩაერთო. თურქული ხომალდის ეკიპაჟთან ერთად სამძებრო სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და თურქეთის კონსული პირადად იყვნენ ჩართული და 3 დღის განმავლობაში ძებნის პროცესს ხომალდიდან აკვირდებოდნენ. ეკიპაჟმა ბორცვზე დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებიც დაუშვა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ხომალდის ტექნიკურ შესაძლებლობაზე. ნათქვამია თავდაცვის უწყების სპეციალურ განცხადებაში. რამდენიმე წუთში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩაგვერთვება დღის ამბებში და იგი გაგცემს ჩვენს შეკითხვებზე პასუხს. 16 აგვისტოს სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე კაპრალი იაგო შარაძე და პირველი კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ მღვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. სათქმელი ვარჯიშის დროს ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ გიორგი ნანეტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლის მეორე ნაწილი სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნები იკვეთება. თხოვე თქვენ რომ არ შეაჩერონ, თუ რამე საშუალება იქნება გამოიყენონ და კიდევ ვითხოვ ჩვენი თავრობიდან, რომ კიდევ რაღაცა საშუალება, კიდევ რაღაცა ძალა გამოინახოს, რომ ეს ცხედრები არ დარჩენ ზღვაში. ეს იმიტომ ვითხოვ, რომ ეს თვითონ ქვედანაყოფის დაუდევრობამ და უყურადღებობამ შეცდომამ გამოიწვია ასეთი ტრაგედია. აცხადებდე, რომ ამერიკელებიო, თურქებიო 24 საათი მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ მე აქცი ვარ, დღეს მე 16 დღეა და მე არც ამერიკელი დამინახავს და 1-2 დღე დავინახეთ თურქი ვადალაზები, რომელიც ჩვეულებრივ ამ პრაქტიკანტების ერთად ყვინთავდა და ამოყვინთავდა. უშედეგო, იმიტომ რომ არასწორი მიმართულებით ეძებდნენ ჩემს შვილს. მე ცოცხალშვილს არ ვითხოვ, იმიტომ რომ ვიცი რომ არ არის. სანამ ჩემი მყარი შვილის ცხედარი არ იქნება ნაპოვნი, მე ვზივარ აქ და ველოდები შეერ მწყურვალი უვადო შიმშილობას ვაცხადებ. ექსპერტები ამბობენ, რომ დიდი სირცხვილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ ასეთი რამ მოხდა. როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში ჩვენ მოусმენთ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას, მანამდე კი პირდაპირ ეთერში გვერდება გონიო.